ბატონმა ბაჯელიძემ წინასხდომაზე განაცხადა, რომ მასზე ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. მასზე ხორციელდებოდა საშინელი მუქარა და ემუქრებოდნენ, რომ მას ჩაუდებდნენ ნარკოტიკს ჯიბეში და დააპატიმრებდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ის სახლიდან სასამართლომდე მოგვეცილებინა. გამოძახებული არის დაზარალებული დავით ბაჯელიძე, რომელმაც წინასხდომაზე გააკეთა სკანდალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა. მე ვფიქრობ, რომ დავით ბაჯელიძეს დაცვა სჭირდება აუცილებლად და მისი ინტერესები უნდა დაიცვას ადვოკატმა ამ სასამართლოს ხომაზე. Ცუდად შეიქმნა სოტის სასამართლო პროცესზე აშკარად იკვეთება უკვე რომ აქ არის პირადი დაინტერესება სააკაშვილის. ეგ ვერაფრის დიდებით პროცესს ვერ მოიგებს და ვერც დაუმტკიცებს ცოტნე გამსახურდიას როგორც არ უნდა დაემუქროს დავით ბაჯელიძეს. დავით ბაჯელიძე თავის 4 გზის ჩვენებას არ შეცვლის. დღეს მიმდინარეობდა შეთითხნილი ბრალდებით, ფალსიფიცირებული ბრალდებით, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი. სამართლემ მითითება მისცა სვამის დარბაზში მყოფ ადამიანებს, რომ ისინი ვალდებული ვიყვნენ ფეხზე წამოდგარიყვნენ. მე ვესროლე რეპლიკა, რომ თქვენ მოსამართლე არ იმსახურებდა ასეთ პატივისცემას. მოსამართლემ გადაწყვიტა ჩემი გარეთ გაძევება. მან გადაწყვიტა, რომ დავეჯარებებინე 200 ლარით.